მოამბისათვის ცნობილი ხდება, რომ გორში სტალინის ძეგლის დასადგმელად ემზადებიან სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ფონდის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ ძეგლის აღსამართად ყველაფერი მზად აქვთ. ძეგლს, რომელიც 3 წლის წინ მოხსნეს, დადგმას სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერში უპირებენ. ინფორმაციას უარყოფენ საკრებულოში. რამდენად რეალურია გორში სტალინის დაბრუნება, ამას ნინო ფისაძე არკვევდა. ეს გორში სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაა. სკვერში კვარცხლბეკის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლები ამბობენ, რომ ხვალიდან აქ სტალინის 6 მეტრიანი ძეგლი დაითმება. სტალინის ძეგლი უნდა დავდგათ. როდის იტყდება? ხვალ დილით. ამ წეკრანი მოვიტანთ და დავდგათ. ბრინჯაოს ქანდაკების აღმართვის ორგანიზატორი სტალინის ფენომენის შესწავლის მემორიალებისა და ძეგლების აღდგენის ფონდია. ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ჯაფოშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ძეგლის აღმართვა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. ხელმოწერების გარდა ფონდმა ძეგლის აღსადგენად 65,000-მდე ლარით შეაგროვა. ჩვენ ყოველდღე ცდილობდებით, რომ დავდგათ, იმიტომ რომ გარემოებები, შეშლის გარემოებები ძალიან ბევრი იყო. ჯერ ამინდები არ იყო, ჯერ თანხარ იყო, მე ამინდები არ იყო. ჩვენ გვინდა რომ 21-მდე როგორმე დავდგათ ეს ძეგლი. ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე დადგმის მოთხოვნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გორის მუნიციპალიტეტს პეტიციით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა. ჯგუფი საკრებულოს 2010 წლის 16 ივნისის დადგენილების შესრულებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც მონუმენტი ცენტრალური მოედნიდან მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ. საკრებულომ ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში კულტურის სამინისტროს რეკომენდაციის შემდეგ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ გამგეობაში ძეგლის შესახებ 3D ფორმატის მაკეტიც დაამზადეს, ძეგლის აღდგენის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ამავე დადგენილებით ძეგლის აღდგენის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა საორგანიზაციო ჯგუფი სამუშაოებს საკრებულოს გვერდის ავლით ფონდის მიერ მოძიებული თანხით ახორციელებს. რაც მთავარია დაიწყო. რაც მთავარია, მე აღარ მეჩქარება. მთავარია რომ დავინახო, რომ აი ძეგლი დაიდგა. ძეგლს როდის მოიტანენ ამ ტერიტორიაზე? ხვალ საკრებულომ გაამყარა ჩვენი გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და მოგცა უფლება თავისი დადგენილებით, რომ ძეგლი დაიდგას. ეს კანონიერია ეს ყველაფერი. უკანონო აქ არაფერი არ არის. თუ მაგალითად კახეთზე ლაპარაკობენ, უკანონოდ არის გაკეთებული თელავში, ხო? ეს არის კანონიერად. ორი მთავრობის მიერ დადასტურებულია. სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის 25 ივნისს ადგილობრივმა გამგეობამ ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის შემდეგ განახორციელა, რაც არაერთხელ გახდა ბელადის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების მიზეზი. საინიციატივო ჯგუფების მიერ აქციები პერმანენტულად იმართებოდა. პირველად 1952 წელს აღმართული ქანდაკება ხვალ ხელახლა უნდა დაიდგას და ორგანიზატორთა განცხადებით 21 დეკემბერს სტალინის საიუბილეოდ უნდა გაიხსნას.